ნარჩენების მართვის კოდექსი, ასე ქვია კანონპროექტს, რომლის საჯარო განხილვა გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, მათი უსაფრთხო გზით დამუშავება, განთავსება და ნარჩენებისგან ენერგიის მიღება. გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთი მთავარ მიზანს სწორედ გარემოს დაცვა წარმოადგენს. კანონპროექტის მთავარი მოთხოვნაა წარმოებულის მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილი შეტანა მათი პროდუქციის გადამუშავებაში. პროექტი ევროკავშირისა და საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით მომზადდა. კანონპროექტი შექმნის სისტემას ნარჩენების მართვის შესახებ საქართველოში, რომელიც დღემდე არ არსებობდა. კანონპროექტი ერთის მხრივ დაარეგულირებს ვალდებულებებს და მეორეს მხრივ უფლებებს ყველა იმ კერძო თუ იურიდიული პირისა, რომელიც წარმოქმნის ნარჩენს და აწესებს სანქციებს დანაგვიანებაზე. დღეს მოეწყო საჯარო განხილვა, ანუ მოწვეული არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და მათ აქვს საშუალება, რომ გამოთქვან თავისი კომენტარები და შეხედულებები კანონპროექტთან დაკავშირებით.